მოგესალმებით ქართული ტევეს ეთერიდან. თქვენ უცქერთ გადაცემას ცოდნის სკივრი. ამ გადაცემის ავტორი გახლავართ მე, მანენა აბაშიძე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ 4 შაბათს 22 საათზე. განმეორებითი ნახვის სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია მეორე დილით, ანუ 5 შაბათს დილის 7 საათზე. ეხლა მინდა სიამოვნებით წარვადგინო დღევანდელი სტუმარი, რომელიც ღვთისგან დაჯილდოებულია უძლიერესი ხმით. ხმის ტემბრით. ზვიად დოლიძე წარდგენა არ სჭირდება, მე მგონი. ბატონო ზვიად, საქმე იმაშია, რომ როგორც კი თქვენ გამოჩნდებით ეკრანზე, ყველა საქმეს ვწყვეტ და ვჯდები. და მაცდენთ ძალიან. მაგრამ საციამოვნო გასწრებ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მინდა თქვენს მაყურებელს მივესალმო სრულიად საქართველოს და წარმატებები უსურვო ყველა თქვენთაგან თქვენი თანადობით ყველა კეთილ საქმეში იცოცხლეთ და გაიხარეთ. რაც შეეხება გაცდენას, გამორთეთ. ბატონო ზვიად, რას მეუბნები? გამორთეთ. ეს გაცდენა. გააკეთეთ საქმე, რომელიც რას ამბობ? იცით რა, მე ეს მინდა აღნიშნო აუცილებლად, რომ თქვენ გადაცემთ, თქვენ წაკითხულ ლექსში ვხედავ პატარა სპექტაკლს. ერთი მსახიობის სპექტაკლს ხედავ. იცით და რომელშიც ესე იგი არის მუსიკაც გამოყენებული, არის მხატვრის ფერებიც, ნუ რაღაც საოცარი ისაა, ამდენად. მაგას ვერ შეგვირდებით და არ უნდა და ბატონო ზვიად, პირველივე კითხვა მაქვს ასეთი. ვინ გიწოდათ ადამიანი ხმა და აქვე ვერ გეტყვით არა გაღიარეს მხატვრული კითხვის მეფედ. ვინ არ ვიცი ახლა მე წავიკითხე ბატონო. არა ნუ ახლა რაღაცა დადო ვერ გეტყვით. ადამიანი ხმა შეიძლება კიდე ბევრნივად ადამიანი ხმები, მაგრამ ქართული მხატვრული კითხვის მეფობა ეს მე წავიკითხე. გასაგებია, მაგრამ არ ვიცი ვერ ეს სიახლეა თქვენთვის? ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ ვაღიარებ მათ ყველაფერს მას. დაგხვდება ბატონო, სმენა შეაფასოს. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ ადამიანი ხმა ბევრნი არიან და ძალიან კარგები არიან და არაჩვეულებრივები არიან ჩემი კოლეგები. ხმა არ არის მარტო ხმა. ხო, თქვენ მიგითხარით სპექტაკლი მეთქი ბატონო. კი ბატონო, გასაგებია, ნახეთ ყველა აბსოლუტურად მხატვრული კითხვის ოსტატები ვინც არიან დღევანდელ დღეს და ვინც იყვნენ ჩვენამდე ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდრო და გაანათლო, ისინი იყვნენ მართლა მეფეები, რეალურად ვიან გარეშოთ მაგათ, თორე კი ბატონო, მეფობა ხელის მომწერი ადამიანი მე დღეს საქართველოში არ მეგულება და შესაბამისად არც მე არ მოვაწერ მაგ ყველაფერს. იცით რა, საქმე იმაშია, რომ არასოდეს ჩვენ არ გქონდა სიმცირე ნიჭიერი ხალხისა. არც ერთ საუკუნეში. ამაში გეთანხმებით, რომ უამრავი კარგი ყავს, მაგრამ დამრჩევნება ბატონო ზვიად გამორჩეული ყავდეს. მე ნუ მეტყვით და მე ნუ გამაგონებთ ძახს. ზურგს უკან ეგ შეგიძლია თქვა, მე როგორც გნება. კარგი, შევთანხმდით. მეფობაზე ხელს ვერ მოვაწერ. ხო, ნუ ესე იგი ეს მე წავიკითხე. არის რაღაც უკეთესად ალბათ მე გამომდის, რაღაც უკეთესად ჩემზე უკეთესად სხვას გამოსდის, ეგ არანაირი პრობლემა არ არის. თავარი ერთადერთი არის, რომ მე მაგალითად არ მეგონა თუ პოეზიას ამდენი გულშემატკივარი ყავდა. ყოველ შემთხვევაში აი ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე დღევანდელობას არ გულისხმობ დაუშვათ წლების წინა სიტუაციიდან გამომდინარე და ისედაც 90-იანებიდან მოყოლებული მე მაგალითად დაახლოებით 3-4 წლის წინ ჩავწერე პირველი ლექსი, რომელმაც მართლა ბევრი ნახვა დააგროვა და მოთხოვნილება გაჩნდა და მე ნამდვილად არ მეგონა თუ ამდენი წელი ასე ინტენსიური მოთხოვნა იქნებოდა, ასეთი მსმენელი იქნებოდა და ამდენი მსმენელი იქნებოდა და ესე იგი სასიამოვნოდ გაკვირვებული აღმოჩნდა. სასიამოვნოდ გაკვირვებულიც აღმოჩნდი და მე აღარც უნდა გამკვირვებოდა ალბათ, იმიტომ რომ ნიუანსებში იციან რეალურ როგორ არა მაქვს წაკითხული ბევრი რაღაცა მაქვს ჩემ შესახებ. მოსმენილი უფრო წაკითხული არა, მაგრამ
ეხლა მაგ ტერმინებით რო შეამკობს ადამიანს იმისთვის პოეზია ძალიან მნიშვნელოვანია. ასე საკვები. კი ბატონო. სულის საკვები. ბევრს უთქვამს მაგალითად რა მომენტია იცით გავთომ არ შეიძლება მაგისი დაჯერება სასიამოვნო როგორ არ არის სასიამოვნო ეხლა ადამიანი რო გეუბნება რომ თქვენს გაკეთებულ საქმეს მე ძალიან დადებითად ვაფასებ რა თქმა უნდა სასიამოვნო და სიამოვნებას ღებულობს კი ბატონო აი ყოფილა მაგალითად შემთხვევა რომ ემიგრანტების გამოდის ხოლმე ძალიან ხშირად ძალიან დიდი სიტყვოთი და როცა ვხვდები ხოლმე საზღვარგარეთ და ისინი მხვდებიან ჩვენი ემიგრანტები, ჩვენები ქართველები სულ სხვანაირი არის იქიდან წამოსული ის მუხტი, რომელი მუხტიც მერე როგორ არის იცით რა მეხსიერების ბანკში ძალას გაძლევთ შეიძლება ესაც მაძლევს და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოყვება ყველაფერს თავისთავად აქედან გამომდინარე კი ბატონო არის ვიღაცისთვის რა ჩემთვისაც მასე მე მაგალითად რაც ეხლა ყველაზე მეტად მაკვირვებს და რასაც რემლამდე მიყვარ ადამიანის ნიჭია და აქედან გამომდინარე თუ ვინმე ჩემს გაკეთებულ საქმეს ნიჭიერებაში ჩათulis და პროფესიონალურად წაკითხულში ჩამითulis ეგ რა თქმა უნდა სასიამოვნო არის ოღონდ ეგ არ არის ფინალი და არ არის დაჯერების აუცილებლობა მაგაში არ არის რა და ახლა ძალით არ დავიჯეროზე კი არ არის ლაპარაკი მართლა არ მეჯერა რო იცით რა ახლა მე ისე ვაკეთებ რომ ზეგავლენას ვახდენ ადამიანზე თუმცა იმასაც ვუშვებ რომ სხვისი ნიჭიერება ჩემზე ზეგავლენას ახდენს და მე არ ვამბობ რომ მე იცით რა ჩემი ნიჭი არა უბრალოდ ვიცი ალბათ კარგად ვიცი ეს საქმე არ ვიცი შეიძლება მოსმენილი გაქვთ რატომ მჯერა რომ გაქვთ მოსმენილი ლევიტანის ხმა კი ბატონო კი ბატონო ვიცი და ფეხზე როდგებოდნენ გერმანელები დამჯდარი როგორ ჩერდებოდნენ გერმანელები არ მირახავს რა ყოველშემთხვევაში არა ეს იყო კიდეც მაგაზე ლეგენდები დადიოდა რომ ლევიტანის ენა მომიტანეთო ჰიტლერმა დაავალა ხო ასე შემდეგ რაები დადიოდა რა ლეგენდები არა ხმა და სმენადი სიტუაცია რომ უმნიშვნელოვანესი ადამიანის ცხოვრებაში ცნობიერებაში მის აზროვნებაში მაგას ვეთანხმებ კი ბატონო შეუძლებელი არ დაეთანხმოთ ეხლა მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ალბათ ეხლა რასაც მე ვიტყვი რომ ბატონი ზვიადოლიძე არ კითხულობს მხოლოდ ჩვენი კლასიკოსების ჩვენი სათაყვანებელი ქართველი პოეტების ლექსებს მას თავისი შექმნილი ლექსებიც აქვს დიახ და მოვიგონოთ ბატონო ზვიად თუ კი რამეა დაკავშირებული მასთან როცა ქალიშვილმა გთხოვათ და ერთ ღამეში დაუწერეთ რაღაც საოცრად თბილი შემთხვევა წერილი იყო უფრო მართალი ბრძანდებით აი ზუსტად წერილი იყო ლექსად გამოსახული გამოთქმული რომ ბავშვი ლექსი ქონდა დავალებული თორე თხრობით სტილში რო ქონდა წერილი იქნებოდა კი ბატონო ერთხელ მოვიდა ბავშვი სკოლიდან მაშინ ამთავრებდა მეოთხე კლასს ჩემი უფროსი მარიამი და მითხრა რომ მამა მომიძებნე რაიმე ლექსი მე და შენ უნდა წავიკითხოთ ერთად ეგ არ ვიცოდი რომ ერთად უნდა წავიკითხოთ ძალიან ისე ცნობისათვის აქვე მოგახსენებ მაპატიეთ ბატონო ზვიად ბატონი ზვიადის სამი უმშვენიერესი ერთმანეთზე უკეთესი ქალიშვილის მამა. კი ბატონო, უფროსი როდესაც მოვიდა და მითხრა რომ აი ესეთი მეოთხე კლასს ამთავრებდნენ და რაღაც გონიება იყო და კი და როგორ ხდება ხოლმე, როდესაც გადარბენა გადმორბენა გაქვს ადამიანს და სულ ყოველთვის მისტერი რო არასდროს არ გაქვს, ეს სულ გახსოვს. ყველა ღამე ვნახულობდი ხალხურს, ვნახულობდი ყველას, რომ რაიმე სტროფი ერთი სტროფი იმას რო წაიკითხა და მართალი გითხრათ ვერც ხალხურში მამაშვილს შორის გასაუბრების სიტუაცია ისეთი რომ დაუშვათ მეოთხე კლასელი ბავშვისთვის ყოფილიყო შესაფერისი და თან მეც რომ წამეკითხა არ იყო მამაშვილის სიუჟეტი მაინც და მაინც ქალსა და კაცს შორისაც არ აქვს ჩვენის მე მაგალითად ვერ მივაგენი მასეც რომელიც მამა და შვილს შორის შეიძლებოდა რომ წაკითხულიყო და ამ ძებნაძებნაში ხვალ შეიძლება გამოჩნდეს ზეგ შეიძლება გამოჩნდეს მაზეგ შეიძლება გამოჩნდეს
ასევე შემოგეხარჯა დრო. შემომეხარჯა დრო. ეს ერთი კვირა, შემომეხარჯა ეს ერთი კვირა და უკვე ბავში ნერვიულობს, რომ ხვალ რა გავაკეთო, საღამოისე, მეთქი არა უშეს, მამა მიდი შენ ჩვეულებრივად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღე და მე რამეს ვიზამ. რა უნდა ვქნა და ღამე მე დავუწერე რაღაცა პატარა, რომელიც ინტერნეტში დევს და სხვათა შორის ეგ ინტერნეტში დადების სიტუაციაც სხვანაირად იყო, იმიტომ რომ თვითონ ბავშვმა თხოვა რომ რატო არ დეფა ამ ლექსს და მე მომიწია მაგის დადებაც. ასე რომ ეს იყო ამ ლექსთან დაკავშირებით და რაც შეეხება ჩემი რეპერტუარი კლასიკოსებიდან გამომდინარე, ნუ ეხლა გენიოსებს არ გულისხმობ, სხვათა შორის ძალიან ნაკლებად არის რამოდენიმე გენიოსი, რომელსაც ჯერ არ შევხები ვარ, შესაბამისად იმდენად დიდები არიან, რომ მე უნდა გავერკვე ჯერ მათ შინაგან სამყაროში, რომ შევიდე და ის ლექსები წავიკითხო. ვაჟა არ წამიკითხავს მაგალითად. ვაჟა არ წამიკითხავს ისე, როგორც რა თქმა უნდა, ვაჟა სულ სხვა სიღრმეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გალაქტიონი ყველაზე დიდია აბსოლუტურად მთელ სამყაროში, ნუ ეფხისტყაოსნის მერე, გალაქტიონი ჩემთვის ყველაზე დიდია. ვაჟა მაინც სპეციფიკურია და სხვანაირია. მაქვს ვაჟა წაკითხული რამოდენიმე მაგრამ ისეთი ინტენსიური და წაკითხული შეიძლება ფურცლიდან როგორც ახლა მე დღეს წავიკითხავ რამოდენიმე ლექსს თქვენის ნებართვით ეს წაკითხული იქნება, ოღონდ იქნება ალბათ სწორად წაკითხული. წაკითხულს მე ალბათ სხვანაირს ვეძახი კიდე, რომ წაკითხული ის არის, რომელშიც შიგნით ყველაფერი რა როგორ ხდება და რანაირად არის შეგრძნების დონეზე იცი. ეს უკვე სხვა წაკითხულია და აქედან გამომდინარე, უფრო ჩემი რეპერტუარი და ჩემი სამუშაო არეალი ალბათ უფრო არის თანამედროვე პოეტების პოპულარიზაცია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შემოქმედებითი გაერთიანების საიტი გვაქვს Facebook-ზეც კარდუ, სადაც არის ძირითადად პოპულარიზაცია თანამედროვე პოეტების და ბევრი კარგია ბადონზია. ძალიან ბევრი არიან, ძალიან კარგები არიან და ერთი რაღაც მინდა თქვენი ეთერის მეშვეობით თუ რა თქმა უნდა ნებას დამთავრდა. საკვირველია. აი ნახეთ როგორ რაღაც ხდება. შეიძლება თქვენ შექმნათ რაიმე ლექსი. კი ბატონო. ოღონდ მე შემფასებლად ამ ლექსისა ვერ გამოვდგები. მე ვერ შევაფასებ ლექსი, იმიტომ რომ არც ლიტერატორი ვარ, არა მაქვს მე იმდენი განათლება, რომ თქვენი ლექსი შევაფასო რამენაირად. აქედან გამომდინარე ერთადერთი მომენტი საჩემო რომელიც არის, აი ჩემი წასაკითხი ლექსი, რომელიც იქნება, რომელსაც მე მაყურებელს და მსმენელს მივაწვდი, იმ ლექსის გარდა ვერ გააყოლებ. რა თქმა უნდა, ნახეთ, ჩემ ლექსს რატო წეს დაუშვათ პოეტი, ხო? მე მაგალითად მგონია რაღაცა სათქმელი აწუხებს, მე ზეცაც ეხმარება და თვითონაც მიჭერი ადამიანი სათქმელი იბსენს აქვს არაჩვეულებრივად ნათქვამი, რომ მე აღვივსე მწუხარების ნიჭით და პოეტი გავხდი. ერთ-ერთი გმირი ამბობს. თუ არაფერი არ გაწუხებს, თუ ყველაფერი კარგად გაქვს, მაშინ იმდენად ბედნიერი ხარ, რომ ამ ბედნიერების აღნიშვნა გინდა. აქედან გამომდინარე, ესეც წუხილია, ხო არ არის სავალდებულო რაიმე გქიოდეს, რომ გაწუხებდეს. ბედნიერი როდესაც ხარ ადამიანი და ამ ბედნიერების ხაზგასმა და აღნიშვნა გინდა, ალბათ ესეც შენი წუხილია, რომ შენი ბედნიერება შინაგან სამყაროში ვერ ეტევა და გინდა რომ გადმოუშვა გარეთ და ალბათ იგივე თემა არის და მე მინდა ყველას აბსოლუტურად უთხრა, რომ თქვენს ლექსს, რომელსაც მე ვერ წავიკითხავ, ეს არნიშნავს იმას, რომ მე ის ლექსი არ მომეწონა. მე მაგალითად აი წერან ხმაზე იყო ლაპარაკი და კითხულებზე იყო. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც გულით კითხულობს და რომელ ლექსშიც იმ ადამიანის სათქმელია ჩადებული და მართალია ის, რასაც სიტყვებით ამბობს, ყველა წაკითხული არის არაჩვეულებრივი. და მიდის მსმენელამდე. ყველა სიტუაციაში მიდის მსმენელამდე. აქედან გამომდინარე, მანდ უკვე აღარც ხმას არ აქვს მნიშვნელობა, აღარც ოსტატობას, მაგრამ ნუ ახლა სხვა თემაა, როდესაც ეს ყველაფერი იქცევა პროფესიად
და დაუშვათ ყველა კომპონენტი ყველა კომპონენტი როდესაც ახლავს ლექსის წაკითხვას ცოდნაც არის ხმაც ნორმალურია სუნთქვაც ნორმალურია გააზრებულია შენი სათქმელია და ყველაფერია მაშინ რა თქმა უნდა ეს ხარისხობრივად უფრო კარგია იმიტომ რომ 4 წელიწად ეხლა მართლა თქვა ხო არ გვისწავლია ხო სუნთქვას ვსწავლობდით თავიდან სასცენოდ და სალექსოდ და ну რა თქმა უნდა ჩვენ რაღაცა პრიორიტეტები და პლუსები მსახიობის გვაქვს მაგასთან ну როგორც ყველა სპეციალურ ზოგს გამოსდის და ბოლომდე მიყვება და ზოგს კი ბატონო გასაგებია ბატონო ზვიად ეხლა ალბათ მაყურებელი როგორ ბრაზობს ჩემზე რომ ჯერ ლექსი არ მოусმენიათ კი ბატონო ზვიად ეს მინდა გკითხოთ ვინ ქმნის თქვენს ოჯახში ამინდს რამიძელი გულისხმობთ ამინდის ცუდი შეიძლება იყოს და კარგიც არა ამინდი გარეთ არა გარეთ ოჯახის სიტუაციას ესე იგი ჩემი ოჯახის მე მუღლე და 3 შვილი აი ვინ ალბათ ისინი იმიტომ რომ მე ამინდის შესაქმნელად ამცალია ოჯახში რომ მიდიო შექმნილი ამინდი მკვდება თავარია შესაბამისად უკვე შექმნელ ამინდში შევდივარ ოჯახში ალბათ ისინი ქმნიან კი ბატონო ის ქალბატონები ქმნიან სახში ჩემთან ალბათ ამინდს იმიტომ რომ ამინდი მაგ საკითხზე არასდროს არ დავფიქრებულა მოდი შევთი ცოტა ადრე გავალ ამინდი მაგ შესაქმნელი ოჯახში მეთქი მაგას კი ბატონო ეგ სიტუაცია ალბათ ისინი არ დამავიწყდება ჩვენ გქონდა ჩემს ოჯახს იმის ფუფუნება რომ ხშირად გვიწევდა რამოს ჭიკვაძის სახში სტუმრობა ну ეს დაბადების დღე იქნებოდა თუ რაღაც და ну ეს ცალკე სპექტაკლი იყო კიდე მაგის და ნატაშას ლაპარაკი ხო მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა რა მოგახსენოთ ეს იგი მაგ პირველ სართულზე ცხოვრობდა ჩიკოვანზე როცა იყო მე ხო გადავიდა და ხშირად მივსვართ ისეთ დროს რომ რამაზი ნატაშა გვეუბნება რომ ისა აი რამაზი სადარიო და გადაგვიხედია და აი ვინიდან დაგვინახია რომ დადისა ესე ბოლთასცემს გრძელი корпуსი იყო ისა და აღიარი იყო არის корпуსი და ისა როლს ირგებდა ეს იყო მეტყველებითაც ეს იყო აი ყველანაირად გამოხატავდა სხეულის ენით მეტყველებდა ყველაფერს როგორ მწყდება გული რომ ის არ აღიბეჭდა იმიტომ რომ ეს ცალკე სპექტაკლი ცალკე ის იყო კიდევ და ეხლა აქედან გამომდინარე მინდა კითხოთ ბატონო ზვიად როგორ ქმნის ზვიად დოლიძე აი წასაკითხი ლექსზე მუშაობას ხო არ არის ესე რომ დაიდებს და მოდით მაშინ აი ახლა მე ეს ლექსი არასდროს არ წარმიკითხავს ოთარ ჭილაძის ასე არასდროს ამყვარებია მე დავუშვათ აი წერან ზუსტად კითხვა კიდე კაი თქვენი კითხვები არ ვიცოდი რას დამისვამდი და საერთოდ არ მიყვარს ხოლმე წინასწარ კითხვების მოთხოვნა და იმიტომ რომ ბუნებრივი პასუხი გამოდის ხოლმე და კარგია. სპეციალობა არასოდეს არავის არ მოთხოვია. ძალიანაც კარგი და რატო იცით რომ ბუნებრივი პასუხი გამოდის. აი წერან გითხარით, ნახეთ, არის ლექსი, რომელსაც წაიკითხავ და არის ლექსი, რომელსაც ხელს აწერ რომ ის შენ წაკითხულია. ეს განსხვავებები არის ამათ შორის კიდე. როდესაც მე დაგეთან რაიმე ლექს იღებ მოიძვიდი რომელსაც ამ ლექსი იღებს თუ რაიმე ისეთი არის იმ ლექსის სათქმელი თავისი მას ამბობს ჯერ ჩაოლებრივად ასე არასდროს ამყარებია შენი მშიშარა სხეულის სითბო თითქოს პირველად შეგახე ხელი უკანასკნელად გიყურებ თითქოს ტყუპის ცალივით ხარახლობელი და ამავე დროს უცხო სრულიად ასე იწყება ალბათ სიცოცხლე და ეს უკვე ახსასრული. ეს იყო ნახეთ როგორი სიტუაცია. აი ახლა ეს დავიკითხე პირველად. ნუ რა იდე არის რაღაცა. არა, ნახეთ როგორი რაღაცა მინდა გითხრათ რომ ლექსმა თავისით უნდა მოიტანოს. ლექსმა უნდა მოიტანოს. მე სახელი და გვარც არ დავასახელებ არც მახსოვს. შანდორ პეტროვი მაქვს წაკითხული სადღაც ტელესივრცეში და არის მართლა ძარღვი, ნერვი, ყველაფერი არის შიგნით, იმიტომ რომ და ერთ-ერთმა
ავტორმა მითხრა რომ აი შანდორ პეტეფი როგორც წაიკითხე ისე მინდა წაიკითხო ჩემი ლექსი შეკვეთებს ვარღებულობ მე და ახლა შესაბამისად აი ისე ზუსტად ისე და მარტივი იყო პასუხი ჩემი მხრიდან როგორც შანდორ პეტეფმა დაწერა შენ ისე დაწერე შენ ისე დაწერე როგორც შანდორ პეტეფმა დაწერა იმიტომ რომ შანდორ პეტეფს არ უქონს ესე წაიკითხე იმან რაც დაწერა კი ბატონო მე რაც ლექსმა მომცაკ მე სიკეთ ძალიან მომეწონა არა მარტივია შენ დაწერე შანდორ პეტეფი და მე თუ სხვანაირად წავიკითხა მაშინ სხვას წააკითხე ბევრი არიან ღვთისმადლით ჩემი კოლეგები რომლებიც იქნება ვინმე მოერგოს შენს კარგს როგორ გინდა შენ და კიდე ის მომენტი არის ყველაზე გამაგზიანებელი რა რომ ხდება ხომ ძალიან ხშირად მე ლექსი მომწონებია რაღაცა წამიკითხავს გამოქვეყნებულა და მე მეორე ლექსი მოვტანიათ იგივე ავტორს ნუ ყოფილა იგივე ავტორს მეორე მესამე მეოთხე გამოუგზავნია კაცო მე ეს მომეწონა თორე ხა მთლიანად ჩემ ბიბლიოთეკის საკითხავს კი არ ვაპირებ მთლიანი რატო იცით რომ არა იმას შეიძლება 10 ლექსი ქონდეს არიან ავტორები თანამედროვე ავტორები რომელიც ძალიან ბევრ ლექსს უკითხულობ იმათგან არის რა ვიცი რა გითხრა მიხეილ თურქაძე არის ძალიან კარგია რომელიც ჩემთან კი ბატონო აი ჩემთან თქვენ ჩემი ლექსები ბევრი არ მოგისმენიათ კალდომანა როგორც ჩანს კარდუ თქვენ არა გამოწერილი და იქ ლექსები არც ერთი მაგას გელაპარაკები და აბა სადნახულობთ იმას ხელს რო გიშლით საქმის კეთებაში აი კონფლიქტამდე მივედით უკვე სხვათა შორის არაფერი სიუჟეტი კონფლიქტის გარეშე არ გამოდის როგორც თეატრია ის აქედან გამოდიოდა გადაავლეთ ძალიან გთხოვთ თვალი და კითხვები შესაბამისად მერე ისეთი ხო და აი თურქაძე არის ასეთი ცირა არის ოქროპირიძე ასეთი კი ბატონო თქვენი გახმოვანებულიცაა მე კი ბატონო რა ვინმე გამომრჩება ეხლა და მე გადამწერენ ანათემას ედვარდ უგულავას ლექსები არის ჩემთვის ძალიან კარგი და ძალიან გომართელის გაგას ლექსებიდან ერთი მაქვს საკითხული მაგრამ შეიძლება არ ყოფილ ვარ შიგნით მის სამყაროში იმიტომ რომ დროის უკომობის გამო ვინმე ისეთი გამომრჩება ეხლა ისეთი გამომრჩება რომელიც ძალიან გული დაგწყდებათ მე ასე რომ ბევრნი არიან თანამედროვე პოეტები ძალიან ბევრნი არიან და არიან ძალიან ნიჭიერები პოეტური სულის პატრონი ადამიანი პატივსაცემია ხო ის არის გურო როყვა არის ესეთი კიდე თანაც რამოდენიმე ლექსი მაქვს მისი საკითხული და ბევრნი არიან ისეთები ნუ კლასიკოსებს არ გულისხმობ ხა ესენი ჩემთვის ბატონო ზვიად როდის მიხვდა ზვიად დოლიძე რომ დეკლამატორობა ლექსის კითხვა ეს მისი საქმეა ეს იყო ხმაწურ კაცობის პერიოდში ეს იყო უფრო ადრეული ბავშვობისა თუ შემდეგ როდის მიხვდით რომ ეს მე მოგიყვებით ახლა ერთ არაჩვეულებრივ რამეს რაც მე მაგალითად გადამხდენია იყო ასეთი ჯერ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებული არ მქონდა იყო ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი ანზორლოვა რუსთავის თეატრის მსახიობი იყო რომელსაც ჰქონდა წრე ხადრული კითხვის წრე მაშინ ესე ერქვა ხოლმე წრეები იყო და ძალიან კარგი ადამიანი იყო და მეგობრობდით მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან და ერთ-ერთ საღამოზე რუსთავის თეატრში იყო საღამო მაშინ წავიკითხე არა ალბათ უკვე ვიყავი თეატრალური სტუდენტი მაინც ვიქნებოდი არა თეატრალურის არ ვიქნებოდი და წავიკითხე ჯანსუღ ჩარკვიანის ლამაზი სიკვდილი და ბოლოს როდესაც იყო ეს მომენტი როგორ იყო იცით რომ ბოლოს სიტყვა რომ უნდა გამეჩერებინა და იმას მერე იმდენად მივხვდი რომ მთელი დარბაზი სავსე იყო დარბაზი მარტო ჩემს მოსასმენად კი არ იყო მართლა არაჩვეულებრივი საღამო იყო და დავთვალე წამები
18 წამი პაუზა დავთვალე, რომ ბოლო სიტყვა ჩამესვა და დამემთავრებინა ლექსი. და 18 წამი პაუზა არის ძალიან 18 ჯერ დავთვალე, ხა წამი იყო, წამის მიათედი იყო თუ მიასედი იყო, არ ვიცი, 18 დათვალამდე, ну 10-12 წამი ყველა სიტუაციაში იქნებოდა და მე შემეშინდა იმის, რომ არის ფიქრობ, რომ მეთქი დავიწყე ლექსი და მე დავამთავრე. ეს იყო შეგრძნება, როდესაც მე შემეძლო მეთქვა, რომ ყველაზე დიდი სიამოვნება კითხვის დროს ალბათ მივიღე მაშინ და იმის შემდეგ ის რეკორდი არ და ეს თქვენია ამას მივხვდით. კი ბატონო, ეს იყო ნახეთ როგორ რაღაცა, რომ სწორად დაწყებული აი კამელტონს როგორც კი გააჟღერებს ზუსტად ისე სიჩუმეში სწორად დაწყებული ფრაზით, სწორად დაწყებული გერით, ინტონაციით, დამოკიდებულებით და მე მთლიანად რომ მიყვები მაგ სიტუაციას, მიმიყვანა აი მაგ თემამდე. რაც შეეხება უბრალოდ ეს ჩემთვის არის ეს ძირითადი საქმიანობა ჩემთვის ხალხური კითხვა ხო არ არის როგორც ახლა ბატონი მურმანისთვის არის ხო მე ასე მგონია რომ ყველაზე დიდი ადამიანი ეგ ბატონი მურმანი ქალბატონი ელდინოს აღარაძე ვინც არიან ახლა ცოტა უფროსი თაობიდან ეს ხალხისთვის ეგ არის უკვე მთელი ცხოვრება და მე სამწუხაროდ ვერ ვუძღვი პოეზიას. აი მე მაგალითად არც ერთი ლექსი, რამოდენიმე ლექსის გარდა მეზე პირად არც ერთი არ ვიცი. და ბატონ მურმანს რო კითხე ხა რამდენი ლექსი იციო, ვერ არაცოდინება. არაცოდინება რამდენი იცი. ვერ დათulis მაგას. კი, გეთანხმებით. აქედან გამომდინარე არის რაღაცა, ეს მე ამას პროფესიად კი ვთვლი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძირითად პროფესიად ვერ ვთვლი დროის უკანასობის გამო. როდის დავიწყე, როდის იმას ვქენი, მე არ მგონია რომ მხატვრული კითხვის ოსტატობამდე ძალიან ბევრია, ძალიან დიდი გზა არის. მაგ ოსტატობის ტიტულებს კიდე ერთ თეატრალური ინსტიტუტი ვერ აბარებს, არიგებს ვერც რომელიმე თეატრი, ეგ არის ხალხის დამოკიდებულება შენს მიმართ, როდესაც აი მე მაგალითად დღემდე ყოველთვის მესმის გურამ საფარაძე, მიუხედავად მისი ამ ზეციურ საქართველოში გადაბრძანებისა და აქედან გამომდინარე ის ცოცხალია, ესე იგი თავისი გაკეთებული საქმით და ნახოთ ახლა როდის რა როგორ იქნება რანაირ და უკვე ხალხმა და მსმენელმა უნდა განსაზღვროს. ბატონ ზვიად, ვინ არის ზვიად დოლიძის პირველი შემფასებელი და ვის გინდათ რომ ძალიან მოეწონოს? არ ვფიქრობ მე მაგ კონკრეტული ლექსი კონკრეტულ ვინმეს არ ეხება მაგ სიტუაციაში სამწუხაროდ. ნახეთ, პირველი შემფასებელი ალბათ ოჯახის წევრები, დედა ალბათ. ასეც ვიცოდი. მეუღლეც, ბავშვები ნაკლებად არიან. ბავშვები ნაკლებად არიან ახლა პოეზიის მოხიბლულები სამწუხაროდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის რაღაცა და არიან მეგობრები არიან ალბათ ვინც პირველად ღებულობს, პირველად იღებს მაგ თემას. ჩვენ ხო ახლა ამას მე მონტაჟს უკეთებენ, ხმასადებენ ასე შემდეგ და აკეთებენ მერე უკვე კლიპის სახით უშვებენ ტელესიმის ინტერნეტ სივრცეში და შესაბამისად ალბათ ისინი მე მონტაჟეც თქვის დამდების და ოჯახს, იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაცა მე რომ რაიმე ლექს ჩავწერ ის გზა პროდუქტამდე ჯერ არავინ არ ნახულობს. ძალიან იშვიათად რომ აი ვინმეს თუ მიუძღვნი ლექს და გაუგზავნი დაუშვათ თუ მოეწონა. ეგ მომენტი არა, აი მე თქვენ დაუშვათ რაღაც ლექსი მოგიძღვენით, მე თქვენ გამოგიგზავნეთ ლექსი, აბა ნახეთ მოგეწონათ ეს. თქვენ მითხარით კი ბატონო, ხო, მარტო თქვენ ნახეთ ის და მოისმინეთ. სხვა დანარჩენი ვერ ნახავს, სანამ მონტაჟი და ის არის. მე გამომიგზავნეთ ბატონ ზვიად. ხომ ნიშნავს ეს იმას, რომ თქვენმე მენდობით შეფასებისას. თუ თქვენია ლექსი გენდობით, თუ თქვენ გიძღვნით ლექს გენდობით, რა თქმა უნდა. თუ მეთქე ხა ხوار დამეჭერენ მაგაზე. გენდობით რა, მაქსიმუმ ჩემამდე გააჟღერო ცადმე და გეტყვიო კი ბატონო ჩემი იყო მეთქე. გასაგებია. ბატონ ზვიად ერთი ლექსიც იმას კი ბატონო, აი ნახეთ ნიშნენძის ეს ძალიან მოსმენილი მაქვს, მაგრამ წაკითხვით არ წამიკითხავს. ხო და ეხლა შედგება ამ ქუჩის ბოლოს ორი მოხუცი ცხოვრობს.
მათი სახკარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს ცაში ღრუბლებად გადაიშლება ქვეყნის 4-ვე კიდეს, რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ. გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას, მათი შვილების პატარაობას, 1000 უბრალო წვრილმას, ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშების ხედან, წიგნის საქსოვი ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას ამ ქუჩის ბოლოს. ამ ქუჩის ბოლოს ორი მოხუცი ცხოვრობს, აქედან ხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო. მაგრამ ხანდახან შიში შემიმხრობს და იმ დღეებზე ვდარდობ ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო. მე მხოლოდ სირონის ეშოთა. ეხლა არ მეთანხმებით ბატონოსვეთ ჩემ შეფასებაში. რაში? აი ხლა ვიგეთყვით, თქვენ ბრძანეთ ეხლა ამ წუთში დიდ რელექსის კითხვას დაიწყებდით, რომ თქვენს ჯერ არ წაგიკითხავთ. არა, არ წამიკითხავს. ხო და აი ეხლა არა, წაკითხული მაქვს კი. არა. ეხლა დაიბადა, იცით რა, პატარა სპექტაკლი. მე ხო თქვენ გიყურებდით და გისმენთ. ეს მინი სპექტაკლი იყო და რა აზრი გამიჩნდა, იცით? ვფიქრობ, რომ დამეთანხმებით. იცით რა, აუცილებელი უნდა იყოს. აი თქვენნაირი ადამიანი მიწვევა საშუალო სკოლებში. იმდენი რამე ახალდომანონ აუცილებელი, მაგის აუცილებელი. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ ერთი რაღაცა. არა, უნდა დამეთანხმოთ რა. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცა. ციგნში უყვარდება. ძნელია. თქვენი ცქერა ეხლა, იცით, გადაღებულია და კი შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ ეს ეხლა სპექტაკლი იყო. გავიგე, მაგრამ ბავშვებს მიუხედავად ჩემი მათ მიმართ დამოკიდებულებისა და მათი ჩემ მიმართ დამოკიდებულებისა, მე მქონია შემთხვევა, მაგალითად, რომ არ მიყვარს პოეზია. რატო შვილო რამდენი წაიკითხე მეთქი და არ წამიკითხავს, მაგრამ არ მიყვარსო და მეთქი იქნება და გიყვარს. იმისი არ ხო და დავეხმაროთ რომ მიხვდეს ბავშვი. პამიდორი არ მიყვარსო, გიჭამეროთ არაო და აბა ხე შეიძლება უნდა გიყვარდეს თუ. ნახეთ, ესეთი რაღაც ხდება ხოლმე, მაგრამ სკოლიდანვე მაგას მარტო მე ვერ გავაკეთებ. ნახეთ, ალბათ ყველაზე ჩემი დროის, თქვენი დროის დღევანდელი განათლების სისტემის ყველაზე დიდი შეცდომა, ალბათ იყო ერთი მარტივი რამ, როდესაც ძალით დაასეპირებინებდნენ ხოლმე 18 სტროფს. ალბათ, არ ვიცი, ეს ეხლა თქვენ რო ბრძანეთ, მაგედან გამომდინარე მომივიდა ეგ კი ბატონო, აი იმიტომ რომ ძალით ნასწავლი, ძალით გაკეთებული საქმე, თუმცა მე რო ბავშვობაში რაც ბავშვობაში ვისწავლე, ის დღემდე მახსოვს. ახლის შესვლა და უშუალოდ ტვინში გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ის გასახსენებელიც არ აქვს, რაც მაქვს მასწავლი, დაახლოებით 180 სტროფი მახსოვს ვეფხისტყაოსნის. ეხლა რომ მე დავჯდე და ვეფხისტყაოსნის 180 სტროფი ვისწავლო, ამ გადმოსახედიდან დაახლოებით ალბათ 1.5 წელი დამჭირდება. მაგრამ მინდა გკითხოთ, თქვენ ქსიამოვნებთ იმის მოგონება, რომ ის 180 სტროფი იცით თუ არა? არ მქონდა მე ეს ძალით ნასწავლი, იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულება პოეზიის მიმართ მაშინ სხვაგვარი იყო. მაშინაც იგივენაირი იყო, როგორც ახლა ვუყურებ, მაგრამ ჩემს გარდა ხომ არსებობდა ესეთი ადამიანი, ვისაც პოეზია არ უყვარს. მაგრამ იმასაც და მეც ერთნაირად გვავძალებდნენ მაგ ყველაფერს. და წარმომიდგენია ეს ნიშანი, ნახეთ, გაურკვეველი როდესაც არის ბავშვი, უყვარს თუ არ უყვარს, იმას რო დააძლევ უკვე აღარ უყვარს. არა დაძალება არა. ხო, ნახეთ, აი ოქროს შუალედზე არის. იმას საითაც დაუბერავ, იქეთ გადავარდება, ხო? აქედან გამომდინარე მე მაგალითად აი ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნებოდი ხოლმე, სანამ სკოლაში შევიდოდნენ ხოლმე, ვეფხისტყაოსანი არის წიგნი, რომელიც წიგნის დაბლა არ უნდა დაგივარდეს. რატო? ძალიან ძვირფასია და იმიტომ. აი როგორც აი ბიბლია შეიძლება დაგივარდეს დაბლა სახარება და არა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს უნდა ეცადო რომ ასე არ ხო, სხვანაირად უნდა აიღო
ის რომ დაგივარდა სხვა შეგრძნება პატივისცემა და სიფრთხილე ერთმანეთში. ხო და ნახეთ როგორ ისეთ მიუხედავად იმისა რომ აღიარებენ და ამბობენ რომ კი ბატონო ეს ძალიან კარგია ვეფხისტყაოსანი ჩვენი ერის საგანძურია და რაღაცა და ამას მზითებში ატანდნენ მიუხედავად იმისა მაინც ნივთი იყო რომელსაც აუცილებლად ატანდნენ. ახლა ძალიან ასწავლო ბავშვს რაღაც რომელიც არ აინტერესებს ეხლა მაგასთან დაკავშირებით მინდა ერთი ეპიზოდი მოვიგონო ბატონზეად. დისერტაციის დასაცავად დამჭირდა 2 წელი სკოლაში აუცილებლად რომ მემუშავა. ეგეთ ერთი სტაჟირებისთვის თუ შენ არ გქონდა იქ ნამუშევრა რაზე იცავ დისერტაციას. ამიტომ მივედი და აღმოაჩინე თუ ჩემი სამყაროა ეს. და რას ვაკეთებდი იცით? მე ვიყავი აი ეს რაღაცა საოცარი სამყარო იყო. ვაწყობდი ფიქრის გაკვეთილებს. და თქვენ იმ დროს უნდა ბუნებაში გამყავდა და ფიქრის გაკვეთილებს უწყობდი. თქვენ უნდა გენახათ რომ არც ერთ ბავშვს ერთმანეთისთვის არ გადაუხედია. ყველა იყო სადღაც. მეორე დღეს ეს უნდა მოეთხროთ. ვაწყობდი მუსიკის გაკვეთილებს, მუსიკის როგორც სენსანს და იმას კასტადივას ვასმენინებდი. აი სახეები უნდა აღბეჭდილიყო. ეხლა თქვენ რო თქვით ბატონზეად, იმიტომ მომაგონდა რომ ლექსი ყველას არ უყვარს. შენ კარგად მიაწოდე და თუ არ უყვარს მე იმას აკენი და ამას რომ შეურჩევ ბავშვს. კი ბატონო. აი ეს მე თანხმობით ამაში. კი რა თქმა უნდა, მე ვამბობ ეხლანდელ თაობას, რომელიც თაობაც ეხლანდელი თაობა, რომელიც თაობასთანაც მე გადაკვეთა მქონია და უთქვამთ. ეს არ უყვარს, იმას გონია რომ არ უყვარს. თორე ჩვეულებრივი მომენტი, ჩვეულებრივი შიდა სამყარო ყველას ერთნაირად ყველა ადამიანს აქვს გააჩნია შენ რომელ ძაბს გამიწოდებ. ხო, აი რომელ ძაბს შეურხევი. დიახ, ვიოლინოსავით, რომელსაც იმგერას გამოსცემ. ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ ჯერ ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ჩვენი თაობის და მომავალი თაობის უფრო არის მეტყველების კულტურა. მე მაგალითად კი ბატონო პოეზია მეტყველების მერე შეიძლება რომ შეაყვარო და მანამდე შეიძლება რომ სიყვარული ერთისას და მეორესაც არ გამორიცხავს. ურთიერთგამომრიცხავი არ არის, მაგრამ მე მაგალითად ალბათ დაგეგმავდი და დავნერგავდი აუცილებლად ბავშვებში მეტყველების კულტურას, იმიტომ რომ აჩქარებულმა ტემპმა, ინგლისურმა ის შემოსვლა მასიურად ჩქარი ლაპარაკი გამოიწვია, რომელსაც ვერ აკეთებენ და ვერ ვერ გებულობ ხანდახან რას ლაპარაკობენ, იმიტომ რომ სიტყვას ყველას გებულობთ? ხლაპავენ. ლაპავმიდის სერიოზულად დანაყრებულნი არიან. არა, ეს სხვა ეგ ინგლისური სიტყვები და ბარბარიზმები და ეს ეგ საკეთე თემაა, მაგას მაინც რაფერს ვერ უზავთ ჩვენ სანამ თვითონ არ ჩადგებიან მაგ გონებაში, რომ უნდა ილაპარაკო ერთ ენაზე ისე და მეორე ენაზე სხვასთან. ხო, რაც შეეხება ეგ მომენტების, სხვა დანარჩენი, აბა ხო, ბატონზეად ერთიც წავიკითხოთ. მე იცით ახლა როგორი აღწევანებული ვარ ვერ წარმოვიდგენ დრით იცით, რომ ექსკლუზივია ჩემს ეთერში ზვიად დოლიძე მოაწყო მინი სპექტაკლი რამდენიმე და კიდე გვაქვს. ვინ არის ეს ზვიად დოლიძე ხო? გამაცანეთ. იცით რა, მის შემდეგ რა თქმა შეთანიშნიანიზე გვყავს დღეს, მაშინ ეს გერციც არაჩვეულებრივია. ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს. გამეღვიძებდეს წამით იმედებს ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე 1 აპრილს მაინც წამიკიდებდეს, მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას მისი თვალების ჩუმი ბრძანება, გოშიასავით ატეხდეს წყავ-წყავს ჩემი ლომური ამპარტავნება არ დავირწოვენ. გითხრათ სიმართლე, არა და არა, არ დავირწვენდი, ოღონდ მიყვარდეს, მართლა მიყვარდეს, გახელებამდის, თავ დავიწყებით, ოღონდაც ღმერთო, გარდასულ ყრმობის. ისევ მარგუნე, უცხოთრიაკი, ის ღვთაებრივი მაცდური თრობა, შიში, ცახცახი და პურიაკი. ეს არის შემოდგომამდე დადებითი ემოციებით დავიმუხდა ხო არ იცით უსაზღვრელი გაგახაროთ ერთმა უცხოთრიაკი და გაიხარა ესა ბატონზეად აი დღევანდელი თაობისთვის
რომელი იდეის გარშემო ისურვებდით მათ გაერთიანებას? დღევანდელი თაობისთვის იდეის რა გითხრათ, აბა როგორ გითხრათ, ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება იყოს. მე მაგალითად მოდი რადგან პოეზიაზე არის აქ ლაპარაკი და რადგან წიგნზე იყო საუბარი, ალბათ წიგნის ირგვლივ გავერთიანებდი მომავალ თაობას. ალბათ ვეფხის ტყაოსნის ირგვლივ გავერთიანებდი მომავალ თაობას, ეს ჩემი შვილები იქნებოდნენ, სხვისი შვილები იქნებოდნენ, მაინც ჩვენი შვილები არიან ყველანი აბსოლუტურად. მაგრამ სანამ ჩვენ მაგათ გავაერთიანებთ და სანამ მომავალ თაობასთან რაიმე გაერთიანების პროექტს დავიწყებდეთ, ალბათ ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ყველანი ერთად და შენჩემობა დედაშვილობაში რაც არისო, ოთარან ხრივში არ არის და შენჩემობა თუ დედაშვილობაში არ არის, ძმობაში რაღა თუ არის მაშინ იქეთა და აქეთა. აქედან გამომდინარე, მოდი ჯერ ჩვენ გავერთიანდეთ უფროს თაობა, მე რობოდიშებს ვხვდით ხოლმე ჩვენს შვილებს. ჯერ ჩვენ გავერთიანდეთ და ვთქვათ ერთი რომ იქეთ მხარეს, აქეთ მხარეს და რომელ მხარესაც არ უნდა დადგეს ის ჩვენია სისხლია ჩვენი, ხორცია ჩვენი და მე ყველამ ერთად ვიფიქროთ ვეფხის ტყაოსნის ირგვლივ როგორ გავაერთიანოთ ჩვენი მომავალ თაობა. დიახ, ბატონო ზვიად, ეხლა ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ რომ ეხლა განათლების სამინისტროში ერთი დღით მოგცენ ყველაფრის უფლება. გინდათ კულტურა და ის განათლება ერთად არის ახლა კი არა? არ არის ერთად. ხო. ნუ კარგი, გნებავთ განათლებაში და გინდათ გნებავთ იმაში, კულტურაში. აი პირველი დღე და თქვენ გაქვთ ყველაფრის უფლება. პირველი განკარგულება რა იქნებოდა? ცალკე ვთქვათ განათლება, ცალკე ვთქვათ კულტურაში. ეგ არ მეყოფოდა, ეგ უფრო ზემოთ მინდა. ერთი დღე კი ბატონო, იმიტომ რომ ვერც კულტურაში და ვერც განათლებაში ეხლა ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. თუ უფრო ზემოდან არ იყო სახელმწიფო პოლიტიკა სხვანაირი, მე ასე მგონია, პოლიტიკაზე არ ვაპირებ საუბარს, მაგრამ არა, ჩემი გადაცემა არაპოლიტიკურია. არა, თქვენი გადაცემაც არაპოლიტიკურია და მეც არაპოლიტიკური გახლავართ, აქედან გამომდინარე, ალბათ ყველაზე დიდი იდეა უფრო ზემოდან რომელიც უნდა მოდიოდეს, გვიყვარდეს ერთმანეთია. მერე დანარჩენი რომელი პროექტი ავარჩიოთ სწავლების და განათლების ამის ქვეყნის, იმ ქვეყნის ჩვენთან შეზრდილ შესისხორცებული თუ ასე შემდეგ, ეგ მერე გასავლელია. ალბათ ასე რომ ჯერ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიცოდეთ, გავაანალიზოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომ ყველანი ვართ ერთი ქვეყნის, ერთი ღვთის შვილები, ერთი დედის შვილები ვართ, რომელსაც საქართველოა. სხვა დანარჩენი არც ახალგაზრდების პროექტს არ ექნება აზრი და არც ჩემს განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშნას აზრი არ ექნება. ესე არ შევაყოთ კარი. არა, აზრი არ ექნება, იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაცა არის, რომ ქართველი კაცი არ უნდა ერიდებოდეს რაიმის თქმას, იმიტომ რომ ნახევარ საქართველოს გადაიკიდებს. გაბედულება გვაკლია, ანუ არა, არ უნდა ერიდებოდეს, იმიტომ რომ ის ნახევარი საქართველო, რომელიც აზრზეც მე შეიძლება არ ვიყო, იმ ნახევარმა საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მე ისევის ძმა ვარ, მის აზრზე მყოფი ძმა რომ ყოფილიყავი, იგივე ძმა ვიქნები თუ სხვა განსხვავებული აზრი მექნება. აქედან გამომდინარე, სანამ ეგ არ მოხერხდება, არც ერთი სამინისტროს კარი შერებას ჩემთვის მნიშვნელოვანი აზრი არ აქვს. მივხურე ბატონზეა. ბატონზეა იცით რამ გამაოგნა? ძალიან მომინდა რომ ეს ყოფილიყო ჰელსინკი კი არა, თბილისი. აღმოჩნდა კვლევების შედეგად, რომ ჰელსინკში ყველაზე მეტი ახალგაზრდაა წიგნით დაინტერესებული. როგორ მომინდა იცით რომ ჰელსინკის ადგილზე ნუ ახლა ეს კარგი იყოს, მაგრამ მეორე ადგილზე მაინც დავსახელებულიყავით, ძალიან მინდოდა, აი ძალიან. მან ადგილი არ გვაქვს ხო ჩვენ? არა, ბატონზეა, ჩვენ ყველა არ წამიკითხია. ულიმედი და კი ბატონო. ალაქტიონით დავასრულოთ ჩემი დღევანდელი და რაზეც ჩვენ საუბრობთ სიყვარულია მეთქი ჩემთვისაც და ალბათ ქვეყნისთვისაც მთავარი ზუსტად იმ საკითხთან დაკავშირებით არის გენიოსი ჩვენთან ფინალში და უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამერაზე სიუარდა ხრის
ტყე არ კრთება სასიხარულოდ. უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ, მაგრამ სულ სხვა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის, ხშირად პირველს სჯობს. იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნოვ ნებებს, არც ყმაწვილურ შინსას ველურ ხმებს იგი არ უხმობს და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილის გასაფხულის ნასყვავილებს სულაც არ აკავს. სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმვალერს გარემოუწავს და ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ. აი სიყვარულზე, ამ სიყვარულზე თქვა გალაქტიონ. უსაზღურო ბედნიერი ვარ. იცოცხლებ და გაიხარეთ. რამდენი მინი სპექტაკლი ვიხილე. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მოწვევისთვის, ჩემი დაინტერესებისთვის, თქვენს მსმენელს მინდა ძალიან დიდი მადლობა და თქვენს მაყურებელს გადავუხადოთ და წარმატებებს გისურვებთ თქვენს და სრულიად საქართველოს. სიცოცხლე და გაიხარეთ. ბატონ ზვიად, დღეს არის ჩემი ძალიან ახლო მეგობრის დაბადების დღე და მინდა მას ვუთხრა, რომ მოდით აი ეს გადაცემა საჩუქრად მივართვა. კოტე შვებას კი ისურვებ ჩემო კარგო, შენ კარგი ადამიანი ხარ და იმსახურებ ამას. გილოცავ და იბედნიერებ. გილოცავთ, იცოცხლეთ და გაიხარეთ. უღრმესი მადლობა გემშვიდობებით შემდეგი 4 შაბათის 22 საათამდე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. დახოდეს.